როდესაც ადამიანი იძახის, რომ ყველასთან კარგად ვარ და მხოლოდ ამ ერთ ადამიანთან ვარ ცუდად. და რატომ ხდება ეს, რომ რეალურად საკუთარ თავს არ აბრალებს, რომ მასში არის პრობლემა, იმიტომ რომ სხვა დანარჩენთან ყველასთან კარგად არის და მხოლოდ ეს ერთი ადამიანი, ან რამდენიმე ადამიანი უქმნის პრობლემებს და ესეთ დროს ადამიანი ძალიან ნაკლებად ფიქრობს, რომ პრობლემა მასში არის. ხშირ შემთხვევაში ფიქრობს, რომ ეს არის ზუსტად იმ ადამიანის პრობლემა, იმიტომ რომ თუ სხვაებთან კარგად ვარ, ესე იგი, ჩემში პრობლემა არ არის, ესე იგი, იმ ადამიანში არის პრობლემა. რეალურად ეს ყველაფერი შეიძლება იყოს აბსოლუტურად სხვანაირად, რეალურად. იმიტომ რომ იმ ადამიანებთან, ვისთანაც კარგად ხართ, შესაძლოა ან საერთოდ არ აინტერესებთ თქვენი განვითარება და შესაბამისად ან უფრო მაღალ საფეხურზე არიან, მაგალითად სიტყვაზე, რომ დავუშვათ და შესაბამისად თქვენ ნეგატივზე ის ადამიანები არ რეაგირებენ ისე როგორც საჭიროა, მაგალითად არ მიგითითებენ, იმიტომ რომ მათი საქმე არ არის. მათთვის სულ ერთი არის, საკუთარ განვითარების დონეზე არიან და ესე ვთქვათ, არ აწუხებთ თქვენი არანაირი მინუსი. ეს არის ან იგნორი, ან უბრალოდ უფრო მაღალ საფეხურზე როდესაც არის ადამიანი, არ აღიქვამს ესეთ რაიმე პრობლემას, შენ პრობლემას, თავის პრობლემად არ აღიქვამს. ხშირად ესეც ხდება. ასევე ის კონკრეტული ერთი ადამიანი ან რამდენიმე ადამიანი, რომელთანაც გაქვს პრობლემა, შესაძლოა იყოს ზუსტად განვითარების შენ დონეზე და შესაბამისად ის ხედავს შენს პრობლემას და მის პრობლემას ხედავს შენს პრობლემაში, ესე ვთქვათ, როგორც სარკისებრი ანარეკლი და შესაბამისად აქვს რეაქცია შენს კონკრეტულ ქმედებებზე, იმიტომ რომ მისთვის ესეც მტკივნეული არის, იმიტომ რომ შენს მინუსებში ხედავს საკუთარ მინუსებს. ამიტომაც რეაქციაში შემოდის, ესე ვთქვათ, შენთან და ამ ადამიანს ედარდება შენი მინუსები, იმიტომ რომ თვითონაც იგივენაირი მინუსები აქვს. შეიძლება ამას ვერ ხვდებოდეს ვერანაირად, მაგრამ ეს უკვე რაღაც ქვეცნობიერ დონეზე არის, იმიტომ რომ მოდის შენთან კონფლიქტში. და რეალურად ეს არის კარგი, რეალურად ესეთი ადამიანთან ურთიერთობა შენ გახვედრებს შენს კონკრეტულ მინუსებს და გახვედრებს როგორი არის გარემო შენს ირგვლივ. იმიტომ რომ ეს გარემო შეიძლება შენს ირგვლივ იყოს განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე და შესაბამისად შენგან მოწყვეტილები არიან, შეიძლება იყოს უფრო დაბალ საფეხურზე, რომელსაც მხოლოდ საკუთარი თავი ედარდება და შენი განვითარება საერთოდ და შენი მინუსები არაფერში არ ედარდება. ყველა შემთხვევაში არის იგნორი და ეს არ ნიშნავს ის, რომ გარემოს შენზე კარგი დამოკიდებულება აქვს შენს მიმართ, არ ნიშნავს საერთოდ იმას, რომ შენ კარგი ხარ. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ გარემო შენ გიღებს. ანუ გარემოსთვის შენ მისაღები ხარ, რომ გარემოსთვის შენ არ წარმოადგენს საფრთხეს. სულ ეს არის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ კარგი ხარ. მეორეს მხრივ ადამიანი, რომელიც გეუბნება და ესე ვთქვათ, კონფლიქტში შემოდის შენთან, ეს არის შენთვის კარგი შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდე შენს კონკრეტულ მინუსებზე, შეგიძლია ესე იმუშაო საკუთარ თავზე. ეს არ ნიშნავს, რომ იმ ადამიანს რაღაც ძალიან ედარდები. შეიძლება ეს საერთოდ ინტუიციურ დონეზე იყოს და ქვეცნობიერად შემოდიოდეს კონფლიქტში, მაგრამ ეს არის შენთვის შანსი, რომ უფრო მეტად განვითარდე და იპოვო ის მინუსები, რომელსაც გარემო არ განახებს, მაგრამ ამ კონკრეტული ადამიანის შემთხვევაში